სამწუხაროდ ადამიანების უმრავლესობას პროფესიონალური სპორტი მარტივი გონია. და რატომღაც გონიათ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ის მედლებია ყველაფრის შემადგენელი ნაწილი, რაც რეალურად 10 ან უფრო ნაკლები პროცენტია იმ დიდი შრომის და დიდი წვალების, რაც სპორტსმენს სჭირდება, რომ გაიაროს იმ დიდი მიზნის მისაღწევად, რომელიც მას გონებაში აქვს. დღევანდელ ვიდეოში მინდა შედარებით მარტივად აგიხსნათ და გაჩვენოთ, თუ რა სირთულეებს გადის პროფესიონალი სპორტსმენი იმ დიდი მიზნის მისაღწევად და საერთოდ ღირს ამ ყველაფრის ბოლო. შენ კი თუ გაინტერესებს თავისი ვიდეოები, გამოიწერე არხი და ლაიქე ვიდეო. ეხლა კი დავიწყოთ. მოგესალმებით მეგობრებო, ისევ ახალი ვიდეოთი დაგიბრუნდით. დღევანდელი ვიდეო იქნება, როგორც უკვე მივხვდით, პროფესიონალურ სპორტზე და იმ გზაზე, თუ რა გზას გადის პროფესიონალი სპორტსმენი თავარი მიზნის მისაღწევად. ყველაფერი მინდა იქიდან დავიწყო, რომ სამწუხაროდ საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ პროფესიონალი სპორტსმენის ცხოვრება არის მხოლოდ და მხოლოდ ვარჯიში და მას არ გააჩნია სხვა არანაირი არც ვალდებულებები, არც სხვა საფიქრალი და მხოლოდ ვარჯიში და ვარჯიში. კი ბატონო, იდეალურ სამყაროში შეიძლება რომ ყველაფერი ასე ყოფილიყო. მეც მათ შორის სიამოვნებით ვიცხოვრებდი მხოლოდ და მხოლოდ ჩემი საქმით და არ ვიქნებოდი ვალდებული რაღაც სხვა საქმეები მეკეთებინა ისეთი, რაც დამიჯერეთ საერთოდ არ მიყვარს. თუმცა ვალდებული ვარ. პირველი და უმთავრესი რაც არის სპორტსმენის ცხოვრებაში, ეს არის უარის თქმა რაღაც ისეთებზე, რაც ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებაში არც თუ ისე ძალიან მნიშვნელოვანი რამეა. პირველი რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ მეგობრებთან ერთად გართობა. ყოფილა ძალიან ბევრი მომენტი ისეთი, როცა პირადად მე მსგავსი ქმედებებისგან თავი შევიკავებია, იქიდან გამომდინარე, რომ კონკრეტულ დროს რაღაც შეჯიბრება მქონდა და ყველანაირად ვცდილობდი, რომ ჩაკეტილი ყოფილიყავი და ყველანაირად მარტო ჩემ თავთან ყოფილიყავი დარჩენილი და მიზნისკენ მიარა. ესეც რა თქმა უნდა ძალიან დიდი სირთულეა და მოითხოვს ძალიან დიდ ნებისყოფას, დისციპლინას და გაძლებას. და ხო, დისციპლინაც ესეც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. იმიტომ რომ სპორტსმენის ცხოვრება არ არის სულ мотивაციით სავსე და არ გექნება არასდროს იმის ძალა, რომ შენ ადგე და იგივე საქმე, რასაც წელი ცხოვრება აკეთებ, ადგე და დღესაც გააკეთო მაგალითად. თუმცა ამ დროს იღვიძებ შენში სწორედ დისციპლინა. კი ბატონო, რთულია, ძალიან რთულია, როცა დაღლილი იღვიძებ, როცა არაფრის თავი არ გაქვს, წახვიდე და შენი საქმე ისევ ისეთი სიყვარულით აკეთო. თუმცა ხო, აი სწორედ ასე დროს გვახსენდება სპორტსმენებს ის მიზანი, თუ რისთვისაც დავიწყეთ ამ ყველაფრის კეთება და ალბათ ეს არ გვაძლევს სწორედ იმის უფლებას, რომ გავჩერდეთ და ვარ ვთქვათ ამ ყველაფერზე. სამწუხაროდ მეგობრებო, მე არ მაქვს სხვა სპორტების გამოცდილება და დღევანდელ ვიდეოში ყველაფერს, რასაც ვისაუბრებ, იქნება უშუალოდ მოჭიდავის თვალით დანახული სირთულეები და მე დარწმუნებული ვარ, რომ სხვა სპორტსმენებიც, რომლებიც სხვა სპორტში არიან პროფესიონალები, იგივე გზას გადის, იგივე სირთულეები იქნება მეტნაკლებად და მე მათიც მესმის, რა თქმა უნდა. ამიტომ მე ყველა სპორტსმენის სახით შევეცდები, რომ გაგიზიაროთ ის სირთულე, რაც საერთოდ სპორტს ახლავს. როცა ასე ვთქვათ, საბრძოლო სპორტებს ეხება საქმე, იქნება ეს ჭიდაობა, კრივი, MMA თუ სხვა სპორტი. პირველი რაც უკვე და ეს MMA-ის დიდი დამსახურება ადამიანს ახსენდება, არის წონის კლება, რომელიც არის ძალიან ტანჯველი და ურთულესი პერიოდი სპორტსმენის ცხოვრებაში. თუმცა, სამწუხაროდ ეს სპორტის, კონკრეტულად საბრძოლო სპორტების განუყოფელი ნაწილია და თუ ამ სპორტში ხარ, ამ ყველაფერს შეგუებული უნდა იყო. მაგრამ ძალიან რთულია დამიჯერეთ და ალბათ უმეტესმა თქვენგანმა არც იცით თუ რა პრინციპით არის უშუალოდ ჭიდაობაში წონის კლების პროცესი და რა პრინციპით ტარდება მაგალითად კონკრეტული შეჯიბრება. პირობითად დავიწყოთ შედარება MMA-სთან. თუ MMA-ში აწონვები ტარდება შეჯიბრების წინა დღეს, ჩვენთან ჭიდაობაში ეგრე არ ხდება. ჩვენ მოჭიდავეები წონას ვაბარეთ დილით, საშუალოდ 9 საათამდე და უშუალოდ შეჯიბრება იწყება 11 საათზე. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვერანაირ აღდგენას ვერ ვასწრებთ, როგორ აღდგენაზეც მოქვს საუბარი ალბათ მიხვდებით და ჩვენ აი ამ დაკლებული წონით ვაპირებთ, რომ გავხდეთ ჩემპიონები. და ხო, ყველაზე დიდი სირთულე ეს ჯერ კიდევ არ არის. თავარი სირთულე არის ის, როცა ფინალში გადიხარ. ან როცა პირობითად მეორე დღეს გაქვს საჭიდაო. რადგან ჩვენი შეჯიბრებები 2 დღე გრძელდება, ჩვენ მეორე დღესაც ვიწონებით. ასე რომ პირველ დღეს არ გვაქვს არანაირი უფლება იმის, რომ მაგალითად აწონების მერე ავიშვათ და ჭამოთ და მივირთვათ ის, რაც გვინდა. ჩვენ მაინც უნდა ვაკონტროლოთ ის წონა იმ დღის განმავლობაში და
მეორე დღეს ისევ იგივე წონა უნდა დავაფიქსიროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში და რაც ძალიან ცუდია, შეჯიბრებიდან მოვიხსნებით და სამწუხაროდ მედიის გარეშე დავჭერთ. კი, ეს განსხვავებაა MMA-სთან შედარებით. და მგონი კრივშიც ესეა, ოღონდ პროფესიონალურ კრივში. სამოყვარულოში ვიცი რომ ყოველ დილით იწონები. ეხლა რახან MMA-ს შევეხე, მინდა რომ პატარა გადახვევა გავაკეთო და მინდა შედარების კუთხით შევხედოთ ამ ორ სპორტს, ჭიდაობა და MMA. მოგეხსენებათ, ორივე სპორტი არის ძალიან რთული და საერთოდ ყველანაირი სპორტი, როცა საქმე პროფესიონალურ სპორტს ეხება, არის ურთულესი. და მე ყველა სპორტსმენს ვაფასებ მართლა მთელი გულით, რომელიც ამ საქმეს აკეთებს დიდი სიყვარულით და ძალიან დიდ შრომას დებს ამ ყველაფერში. ეხლა კი მოდი შევადაროთ თუ რა განსხვავება და რა მსგავსება ამ ორ სპორტს შორის. მსგავსება, რა თქმა უნდა, მეგობრებო, არის ის, რომ ორივე სპორტს ჭირდება უდიდესი ძალისხმევა, უდიდესი დისციპლინა, უდიდესი შრომა, ძალიან დიდი ნებისყოფა. ხოლო განსხვავება, რაც შეიძლება ჩვენ ნახოთ, არის ის, რომ პირობითად საქართველოში თუ შენ პირველი ნომერი არ ხარ შენი ქვეყნის, ანუ მოკლედ ვთქვათ, არ ხდები საქართველოს ჩემპიონი, იმ წელს შენი შანსები ძალიან დაბალია იმისა, რომ მოხვდე ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე. ხოლო MMA-ის შემთხვევაში ძალიან ბევრი ალტერნატივა გაქვს, რომ ჩხუბები ჩაატარო, რაღაცა სხვადასხვა ორგანიზაციებში ჩხუბო და ეს ჩვენ მოჭიდავეებს სამწუხაროდ არ გვაქვს. ჩვენ ვარ დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატზე და თუ საქართველოს ჩემპიონატს ვერ იგებ, ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც მე ვარ წელს ახლა, აი ასე იქნებით თქვენც. თუმცა მე მეგობრებო არ მინდა რომ რომელიმე სპორტის წარმომადგენელმა ჩათვალოს, რომ შეურაცხყოფას ვაყენებთ მის სპორტს და ვიძახი რომ რომელიმე სპორტი მარტივია ან ჭიდაობა არის რთული. არა, რა თქმა უნდა, მე ვიცი ყველა სპორტი და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა სპორტი ძალიან რთულია. თუმცა უშუალოდ რაც ვიცი ჭიდაობაზე მე მაგას გეუბნებით და ამიტომ არის რომ უშუალოდ მოჭიდავის თვალით უყურებ ამ ყველაფერს. ეხლა კი მოდი გადავიდეთ არანაკლებად მნიშვნელოვან თემაზე, როცა სირთულეებზე ვსაუბრობთ, სამწუხაროდ ყველას გვახსენდება რაღაცა ფიზიკური დაღლა, მაგალითად შეზარება, როცა ვარჯიში გვეზარება. თუმცა ალბათ ძალიან ცოტა ადამიანს გაახსენება ასე დროს, რომ თავარი პრობლემა არა ჩვენი სხეული, არამედ სწორედ გონება. გონება, რომელიც გვაიძულებს, რომ ამ ყველაფერზე წამიერად მაინც უარი ვთქვათ და ჩავთვალოთ, რომ გვეზარება. ხო, ეს არის ფსიქოლოგიური წნეხი, ეს არის ფსიქოლოგიური დაღლილობა და ფსიქოლოგიურად უარის ხმა ამ ყველაფერზე. და ეს არის ის რთული ნაწილი, რამაც ძალიან ბევრ სპორტსმენს აიძულა და უარი ათქმევინა სპორტზე. იმიტომ რომ ძალიან რთულია, როცა ძალიან ბევრ შრომობ, თუმცა ამის მიუხედავად შედეგი რაღაც დროს არ მოდის და აი ასეთ დროს უკვე ფსიქოლოგიური წნეხი იმატებს და მოგდის თავში ფიქრები, რომ გონი არ ვარ ამისთვის დაბადებული, გონი ჩემი სპორტი არ არის, გონი რაღაცას არასწორად ვაკეთებ და სწორედ ასეთ დროს ძალიან ბევრი სამწუხაროდ ამბობს უარს თავის მიზნებზე და სხვა საქმით იწყებს უკვე ცხოვრების გაგრძელებას. და ხო, პროფესიონალი სპორტსმენი როცა ხარ, კარგად უნდა გქონდეს გათავისებული ეს ყველაფერი და კარგად უნდა გესმოდეს იმ მოსალოდნელი მარცხების, რაც სამწუხაროდ ბევრი იყო და ბევრი იქნება კიდევ სპორტსმენის ცხოვრებაში. მაგრამ ამის მიუხედავად, აი წეგან ნახსენები დისციპლინა გვეხმარება ჩვენ ასე დროს, რომ მარცხი და რაღაცა დროებითი შეჩერება მივიღოთ როგორც გაკვეთილი და მაინც ამის მიუხედავად გავაგრძელოთ ჩვენი მიზნისკენ სვლა. დამიჯერეთ, რომ სპორტსმენს ყოველთვის ფსიქოლოგიურად კარგი პერიოდი არ აქვს და სპორტსმენი ყოველთვის ისეთი ჯანიანი და ისეთი მაგარი ტიპი არ არის, როგორც რეალურად ხალხს გონია. ეხლა კი გადავიდეთ შემდეგ სირთულეზე, რაც არის უშუალოდ ოჯახთან განშორება. მოდი დავიწყებ იმით, რომ მოჭიდავეები, როგორც უმეტესობა მიცით, წელიწადის უმეტეს დროს ვატარებთ შეკრებებზე, ეგრეთ წოდებულ სპორებზე და რა თქმა უნდა მოწყვეტილი ვართ ოჯახს, მოწყვეტილი ვართ ყველანაირ გარე ფაქტორებს და მხოლოდ სპორტი არის მაგ დროს ჩვენი ცხოვრება, ჩვენი მოვალეობა და ჩვენი დავალებაც. ასე რომ ძალიან რთულია, როცა ოჯახის გარეშე იწევს ცხოვრება და ამ ყველაფერს ეგუები, მით უმეტეს თუ მეუღლე ყავს, შვილი ყავს, მეუღლე მყავს, მეცმადლობა და ჯერჯერობით შვილი არ მყავს, მაგრამ ალბათ შვილი რომ ეყოლება, მე უფრო ძალიან გამიჭირდება, იმიტომ რომ ბავშვებიც ძალიან მეყვარს. და ალბათ ეხლა გაგიჩნდებათ კითხვა. თუ ასეთი რთულია და თუ ამდენი სირთულე აქვს პროფესიონალურ სპორტს, რატომ ვიკლავთ თავს ეს ადამიანები და თელ ცხოვრებას რატომ ვუძღვნით ამ ყველაფერს? ამის პასუხი კი ჩემი აზრით ყველა სპორტსმენს, უმეტესობას ერთი და იგივე ექნებათ რა.
რავი, ალბათ ამ ყველაფერს ამისი სიყვარული რა. დროშის სიყვარული და ჩვენი ქვეყნის სიყვარული გვაკეთებინებს, იმიტომ რომ თუ ერთხელ მაინც გამოგიცდია შენი ქვეყნის დროშა როგორ ფრიალებს და თუ ერთხელ მაინც გინახავს რომ ამ ყველაფრის მიზეზი შენ ხარ, ეს გაჩერების უფლებას აღარ აზროს აღარ მოცემს. და ყოველთვის გენდომება რომ ისევ იგივე გააკეთო, ისევ სიხარულით და ისევ სიყვარულით ააჟღერო შენი ჰიმნი და შენი ოჯახის წევრების სახე როცა გახსენდება ამ დროს როგორი ბედნიერები, როგორი გახარებულები არიან, ალბათ ამ მომენტში უკვე დანებების გზას ვეღარ ხედავ და ყველაფერი სირთულის მიუხედავად მაინც უნდა ადგე და მაინც იგივე გზა უნდა აკეთო. და ხო, ჩვენც სწორედ ეს მიზეზები და ეს მიზნები არ გვაჩერებს და ეს მიზნები გვაძლევს იმის ჟინს, რომ წინ ვიაროთ და მსგავსმა სირთულეებმა ვარი ვერ გვათქმევინოს ოცნებებზე და მიზნებზე. ერთ-ერთი მთავარი სირთულე კიდევ, რაც მინდა ვთქვა, რომელიც უკვე გარკვეულწილად აღვნიშნე, არის მარცხი. მარცხი მაშინ, როცა ყველაზე ნაკლებად ელოდები ამას. მაშინ, როცა ყველაზე მეტი იშრომე, მაშინ, როცა ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადე ამ ყველაფერში, თუმცა ამის მიუხედავად ვერ იღებ ვერანაირ შედეგს. ეს არის სწორედ ის მიზეზი, რამაც შეიძლება ძალიან ბევრი სპორტსმენი გააჩეროს და უარი ათქმევინოს ამ ყველაფერზე. ლოგიკურიც არის, იმიტომ რომ ძალიან დიდი შრომის მიუხედავად, როცა ვერ იღებ იმას, რაც გინდა, ამ დროს ალბათ ძალიან ძლიერი უნდა იყოს ფსიქოლოგიურად, რომ იგივე გზა გააგრძელო. და მადლობა ღმერთს, სპორტსმენების უმეტესობა, მათ შორის მეც, ისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ ღმერთის, ვაგრძელებთ გზას და მაინც ვცდილობთ, რომ ჩვენ მიზნებამდე მივიდეთ. ასე რომ, ჩემო მეგობრებო, ჩემო ახლო ხალხო, მინდა ყველა მიცოდეთ, რომ სპორტსმენის ცხოვრებაში მარცხი არის გარდაუვალი რამ. მარცხი იქნება და თუ ეხა ვინმე მშობელი მიყურებს და ფიქრობს, რომ თავისი შვილი რაღაცა პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრ მარცხს განიცდის და ძალიან ცუდი პერიოდი აქვს სპორტული კუთხით გულისხმობ ამას, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გადაალახინოთ და პირიქით უდიდესი ძალა უნდა იყოს მათთვის და თქვენი იმედი უნდა ქონდეს პირველ რიგში და არა პირიქით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანისგან გამიგია, როცა კონკრეტულ შეჯიბრებას აგებს, აი ოჯახი რა სიტყვის, ოჯახი შევარცხინე, არა პირიქით. აი ასე დროს პირველ რიგში ოჯახი უნდა გახსენდებოდეს და უნდა გახსენდებოდეს, რომ მათ გამოაკეთებ ამ ყველაფერს და ეს მარცხიც იმის გამოა, რომ შენ უკეთესი გახდე და უკეთესი გახდე იმისთვის, რომ შენი ოჯახი ასახელო ამის შემდეგ. ესეც ასე მეგობრებო, მგონი შეძლების დაგვარად ძალიან მარტივად და ზედაპირულად მაინც შევძელი და რაღაცა კუთხით თქვენს გაჩვენეთ ის სირთულეები, თუ რა სირთულეებსაც გავდივართ პროფესიონალი სპორტსმენები მიზნის მისაღწევად. ეხლა ამ ეტაპზე დაგემშვიდობებით, შეგახსენეთ რომ გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ვიდეოები და დაელოდოთ შემდეგ ეპიზოდებს. მადლობა ყველას, ვინც მეყურეთ.